მეფე კიდე რა იყო? მეფე ერეკლეს შემოსება ჰქონდა რომელიღაც ამ ირანისგან თუ საიდანღაც აბასუეს მუსლიმანები აწვალებდნენ საქართველოს შემოსება ამათგან იყო რა ეს ან თურქეთი იქნებოდა ან ირანი იქნებოდა და ეგეთი და უფრო ირანის ის იყო შემოსება სპარსეთი მაშინ და იგრე გაუჭირდა საქმე ერეკლეს რომ ამ ჯარში გაუჩინდა ის ახორცება ჯარში ხალხი იქიდან ფრონტია გასული მთელი შემოვიდა და აი უკიდურესად ამდენ მივიდა და დაიჭირა ხევსურებს ეძახდა ერეკლე მეორე გოხიან ჯერ პუშტამენებოდა მე მიზაიდანენა ხო ამაზე დაარქვა მე სახელად გოხიანი ხო და იმათი ყოველთვის ჰქონდა ერეკლე მეფეს გაუკეთელი ხალხი იყო ხევსური ხალხი აი სამასარაგველი და ნავიღათ საიმებიდან კიდე რომ ჩვენი ხალხი იმასაც დასახება უნდა არც დაგევა არაფერი გაიგებდა რომია თვითონ მიდიოდა თავის შენაკ ხო და აი ეგრე იყო და შედაში დაიჭირა ხევსურებს ანუ აი ეს ცრამიო იქიდან ფერი მოდის აქედან ეს დაავადებო და როგორც გასაშველი აღარ იყო მე უცხესამ ხევსურებმა მაგასა წმინდა გიორგი უშელისა რას უშელისო და აი შეშთხოვეო შეშწირე რაღაცა იმასო გაუკეთეო რაღაცა შეწირულობაო და შეიძლება ორუეს დაავადება გაქრესო და ერთანაც შემოგოჩესო ხო და ამ ერეკლე მეორეს მაშინ ახმეტეში ჰქონია ადგილები განახები აბა თელავში იყო ის მეფე იმას ჰქონდა იქ სადახტო ქალაქი და ეს ახმეტა და ესენი მთელი ხევსურეთში და ის იმის იმაში შედიოდა საერთოში და ახმეტეში ჰქონია ვენახები ახმეტინო გავდივარ სალამანაძის შეძე გადავალთ და იქის კი ალმიშკი წავალთ იქ ხელმაცხე აი დიდი ადგილები თუნდა ჰქონდა ეს ვენახები და ეს ვენახები შეუწირია გუდანის ჯვრისა და წმინდა გიორგისთვის და შეუჩქრა კიდე იმას აქ ამოსვლა ნობა და ეგეთი და სასმის ამოტანა და ესე იგი პულმარილი რომ მოუდოდა იმის საარსოში საარსოში და გაუკეთებდა იქ პულმარილი და ყველაფერს ხო და ეს ჭირი ჩაქრამ იმაში ჯარში აღარ არის შეგანიკურნა ხალხი ჩაქრეის ჭირი და იმ მტერთან იმას გაიმარჯვა ხო და მაშინ უთქია ერეკლეს ეს წმინდა გიორგი კი არა ეს ყოფილა საფრთხო ხო და ეხლა ხსენდება ეს წმინდა გიორგი ესე იგი ბერი ბაადური სახმთო და ღუბის თავში შედის ანჯელოზე ესე იგი ეს ღუბი ვეგაკეთ მოწყვეტილია და აი ეგეთი და მაგრა რომ შეტია ის ჩეხეკოშკი და შენი აი ეს ამის სახელი ყველაფერი გაენთიანებულია და ეს სახმთო შერქმეული აქვს ერეკლე მეორისგან ბერი ბაადური საიდან ეს ბერი ბაადური ყოფილა ერთ-ერთი ბერი თავიდან ბერი და ეს ბერი ხო ამიტანი აი მორწმუნეებენ და მოღუნეებში ეს ყოფილა მის სახელი ბაადური და ეს ბაადური რო მოკვდა უკვე ეს უფალმა მისი შული გადააქცეს სალოცავად და აქედან გახდა მე შეერქვა წმინდა გიორგი მე შეერქვა იმ გიორგიმ რო იმის მიმაჟედის იქნა სალოცავად გახდა მე ეს საფრთხო კიდე შეარქვა ერეკლე მეორემ და თურმე აქ მოდიოდა ერეკლე მოქონდა ღვინო საკლავი რამე და იქ მიდიოდა სანეს და იქ ადიდებდა იმას და შეშთხოვდა გამარჯვებას რა ვიცი ყველაფერს და როგორც აი პირადად ელაპარაკებოდა იმ ადამიანს ეგრე თურმე მიდიოდა იქ და ლაპარაკობდა იმ შერთან დაგებოდა და აი ეს იმის და აი გალზე ხოხი და ისე იქნება აქ ისე თამბალდა გამგვარში იყო მაგითელი შედი ეს ნაწერები შემოჩენილი და დაუწერია რომ და შეიძლება თურმე ერეკლე მეფე რომ თავის მომავალ მეფეს უწევდა ამ წელს რომ ლუჩამიეთასა ჩემს მოძმე წმინდა გიორგისა ეს ადგილებიო რომ იმან ისეთი საქმე გაუკეთა მაშინ ამ სალოცავმა რომ ეს ჯარი გამორჩა ეს ჭირი მოისპა ამ ჯარში და არავითარი მედიცინა არავითარი არ იყო მაშინ აბა ამდენიან სად იყო რას იყო და აი ახმეტის ვენახებიდან გვიანობად მე-20 საუკუნეში მოქონდათ ღვინო კი მოქონდა თურმე ღვინო ამას მამას ჩემი იყო მოსწრე და რო აქ მოქონდა ღვინო ერთ საწდეს აქ უსხამდეს ამ ღვთისმშობელში მე მიხონდა და სანეს აქ უნდა ღვინო და იქ რო ადიოდეს ესე იგი აცენგენობას ჟამს სწირებდეს ესე იგი 600 იდგმოდა და ხსენდებოდა 6 ეს ხევსურეთის სალოცავები ეს მთავარი სალოცავები რომლებიც იყო ისინი იმ ღვინოზე
ეს რომელი იყო ეს 6 სალოცავი? ესენი იყვნენ სახმთო წმინდა გიორგი, აი ეს დედახსიშობელი ეს იქით არის გადასული კიდე ბაცალიგოში არის და პირქუში ეს ხახმათის ჯარი ეგაც წმინდა გიორგის არის ნახსენები ეგ უფრო რაღაცა ადგილის სახელი ქვია ნაღურის გიორგის ეძახან ო ნაღვარ მშვენიერი ნაღვარ მშვენიერო მაგას ეგრეილოთ ჩვენ ეგენი აი ეს ლიქობის ჯარი კოპალა და აი ეგენი იყვნენ 6 რა ვიცი რა გამომჩა კიდე მე მგონი აღარაფერი აი ეგენი ხსენდებოდეს ამ მოლაშქრის ეძახდეს მაგ სალოცავებს და 6 ეგენი ხსენდებოდეს ამ ჟამზე და ეს ჟამს ეძახდეს დილა როგორც მზია მოვიდოდა უკვე მთებზე მზე მოვიდოდა დაძგამდეს დიდ საჭირს დაგებდეს ეს იყო ერბოსგან მოხალშული ხავწის გულიანი და იმას დაგებდეს ის იმხელა ცხებოდა ის რომ 3 თასი ეს საკმაოდ დიდი თასები ეს 1 თასები ზედიდი მოდა იმაზე 4 თასი და კაი თავთასები მოვთული ესენი და სადღა არიან თასი ეხლა რაღაცა ყველაფერი დაიკარგა ამას ძემდეს და ამაზე ხუცეში ხუცობდა ახსენებდა ამ 6 სალოცავს და ავედრებდა ამ მთელი საყმოს თავის სალოცავების იმას მიმყოლ ხალხს და აი ესეთი რამე და ამას ეძახდნენ ჟამის წირვას და ეს კეთდებოდა იმ ახმეტიდან ამოტალი ღვინოზე იქ სანეს აი ეგეთი ანუ ეგ წელიწადში კეთდებოდა 10 გენაში მოდიოდა ერეკლე როცა თვითონ იყო მაშინ ერეკლე ამოდიოდა თურმე ყოველ წელიწადს არა 2 წელს ერთხელ და თუ არა და მე მიდიოდნენ ის ერეკლე რო აღარ იყო ის ვენახებისების იყო იქ და იქ ყავდა მომვლელია ვენახების მომვლელი აყოლებული და დაყენებული და ეს უვლიდა მენახებს ესა ვისაც ყავდა ეს მენახები ვისაც ჰქონდა ჩაბარებული და მე მიდიოდა აქედან ხალხი სპეციალურად და მოხდა დასტურებს წავიდოდეს ხო დასტურები მიდიოდნენ და მოხონდა იქიდან ეს ღვინო და აი ეგრე ის კეთდებოდა ამ ღვინით აი ეს რაც თქვი ეს ყველაფერი და აქედან და ის თურმე ის აი ერეკლე მეორის ბეჭედი რაც ჰქონდა იმ ნაწერზე იმ ხელწერილზე იყო დაბეჭდილი ეს დამოწმებული რომ სინამდვილე იყო იმათი ხელწერით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული რომ და ეს მეწა ეს ვენახები რომ ერეკლე ფასტირან გვას აჩუქა ისენი და ნუ ჩამოეწმეო ესეთი სამესტერი უმიაწე მიკითხე და თურხაც ივანეს ლოშკერს წააკითხეთ ხელის აკითხვა მოსული რომელიც შეგვიძლია და იმას ხო რომ რასტერიო ხარაკტერისტერიო წამაკითხეო და წავაკითხო რომ მომაჩი წავაკითხე და მე აი ეს პერიოდი ის ისე